რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ბობოქრობს და მძვინვარებს მამუკა მდინარაძე თურმე. დაუნგრევია ოთახი და მიუსო რომ გომორებია ის პატარა ოთახი, რომელიც კაბინეტად მიუჩინეს მთავრობის ადმინისტრაციაში. და გაინტერესებთ რატომ? ხო და ამიტომ უნდა უყუროთ ვაშა გადაცემას. სპეციალურ პოდკასტს სპეციალური კითხვით თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. ძვინვარებს თურმე მამუკა მდინარაძე. ერთი კვირით მეტი რომ გაგეჩერებინეთ სუსის უფროსად, მე დავიჭერდი ახლა გიორგი უძილაურს და მე შემხვდებოდა მთელი დიდება, მე გავხდებოდი გენერალ ლეიტენანტიო. ახლა კი მთელი დიდება შეხვდა გეკაჯეკას. ასიზამ. არა სამართლიანი ეს ცხოვრება. მაგრამ მამუკა მდინარაძესთან ერთად გიორგი უძილაურის დაკავებამ კითხვები მეც გამიჩინა მართალო გითხრა. კითხვებთან ერთად კი გამიჩინა ვერსიებიც. და მინდა ძალიან მოკლედ თქვენს გაგიზიაროთ ეს კითხვები და ერთად მივიდეთ მერე ამ ვერსიებამდე. აუცილებლად გავამეხმაურეთ მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით კონკრეტული კითხვების დასმისას და კონკრეტული ვერსიების ჩამოყალიბებისას. მაშასე სუსი გვეუბნება თავისი ოფიციალური განცხადებით, რომ გიორგი უძილაური იყო ფინანსთა სამინისტროს ან ფინანსური პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. იქამდე კი იყო ქართულ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ეს ორივე სამსახური, ორივე თანამდებობა ისეთია, რომ გიორგი უძილაურს და ნებისმიერ სხვას საკმაოდ კარგად აცხოვრებდა. მოდი ასე ვთქვათ. ხელფასს გაცილებით იმას დიდი ექნებოდა, ვიდრე 99%-ს, ახლა ჯეიმს მენელებისა და პრემიაც გაცილებით დიდი ექნებოდა. მით უმეტეს, ქერის ორმოში იცხოვრებდა იმ თავის კოლეგებთან თუ ყოფილ კოლეგებთან შედარებით, ვისაც ახლა მედიას უხურავენ და დაუხურეს უკვე მედია და მით უმეტეს ვისაც ქუჩაში დაძლებენ საცემად და მოსაკლავად. მათთან შედარებით წლების განმავლობაში, მთელი ამ წლების განმავლობაში გიორგი უძილაური ნამდვილად ქერის ორმოში ცხოვრობდა. ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ამბობენ რომ ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და ზოგი იმას ამბობს რომ ზედმეტი ფული არასოდეს შეიძლება იყოსო. ამიტომ საერთოდ არ გამიკვირდება და არ ვარ გიორგი უძილაურის მორალურ მხარეზე ამდენად მაღალი წარმოდგენის რომ მას ფულის ან დიდი ფულის სანაცვლოდ უარი ეთქვა რაიმე ინფორმაციის მოპოვებაზე და ვიღაცისთვის გადაცემაზე. აქამდე სუსის ლოგიკას მივყვები. კითხვები მიჩნდება იმ ტექსტთან დაკავშირებით, იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც სუსი გვიზიარებს და ახლა მოდი წავიკითხოთ, რას გვეუბნება სუსი. რომ გიორგი უძილაური თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდ სისტემატურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას. ახლა რასთან იყო ეს ინფორმაცია დაკავშირებული? ინფორმაცია დაკავშირებული იყო პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასთან და სხვა მონაცემებთან. ახლა ამ ბოლოდან რო დავიწყოთ, მე მართალო გითხრათ, ეჭვი მეპარება რომ რომელიმე ევროპულ სპეცსამსახურს ჯაშუში დაჭერებოდა საქართველოში იმისთვის რომ გაერკვია საქართველოში მცხოვრები ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა. რომ დაეთვალა მაგალითად არ ვიცი, ბაპტისტების ეკლესიების რაოდენობა. ან ხო არა ვიწროებენ მალაიზიელების ეროვნულ უმცირესობებს, თუ არსებობს ზოგადად მალაიზიელების ეროვნული უმცირესობა საქართველოში. არ მგონია რომ ეს ინფორმაცია მაინც და მაინც გიორგი უძილაურისგან უნდა მიიღო რომელიმე უცხოურ სპეცსამსახურს. ევროპულ სპეცსამსახურს, იმიტომ რომ სიტყვა ევროპულს ხაზი გაუსვა რუსთავიორმა და ამაში მაინც უნდა დაუჯეროთ. ის რომ საიდუმლო ინფორმაცია და უცხოეთისთვის საიდუმლო ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს სამხედრო სფეროში ან პოლიციის სფეროში. ამაში ეჭვი არ მეპარება. დიახ, შეიძლება არსებობდეს, მაგრამ გააჩნია ვისთვის. რამდენად შეიძლება ახლა რომელიმე ევროპულ ქვეყანას აინტერესებდეს მდგომარეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ქართული ტანკების რაოდენობა და რამდენს აქვს აქედან აკუმულატორი და რამდენი რესურსი აქვს დარჩენილი. მაშინ, როდესაც მათ ყავთ აქ საქართველოში სამხედრო ატაშეები და პრინციპში ეს ინფორმაცია არანაირ დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს. ატაშეს თავისი კავშირების გამოყენებით ამის გამო გაგება რეალურად შეუძლია. მაგრამ ჩავთვალოთ რომ კარგი. ესეც გიორგი უძილაურს აკიდეს და ამის შესახებ ინფორმაციასაც გიორგი უძილაური აგროვებდა. მაგრამ სხვა რამ უფრო მეტად მაინტერესებს.
და მაეჭვებს. კიდევ ერთხელ სუსი გვეუბნება, რომ გიორგი უძილაურმა ფაქტიურად შექმნა დამნაშავე ჯგუფი, ბანდა შექმნა, რომელიც ინფორმაციას მოიპოვებდა, აგროვებდა და აძლევდა ეს ინფორმაცია მერე თავს იყრიდა გიორგი უძილაურთან. და გიორგი უძილაური მერე უკვე რაღაც მეთოდებით, არ ვიცი, დაშიფრული, კოდირებული მეთოდებით გადასცემდა ამას თავის კურატორებს უცხოეთის სპეციალურ სამსახურში. ახლა დააკავეს გიორგი უძილაური. მაგრამ არ დაუკავებიათ არავის სხვა. და მინიშნებაც კი არ მოუწია ჩვენთვის, რომ ვინმე სხვა ან დააკავებულია, ან დააკავებას უპირებენ. რომ ვინმე სხვა დაკითხულია, რომ ვინმე სხვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. რომ სხვა არის ეჭვმიტანილი, სხვა არის მოწმე. არაფერს არ გვეუბნება ამაზე სუსი. რა გამოდის, რომ გიორგი უძილაური მარტო აგროვებდა ამ ინფორმაციას, მარტო არ აგროვებდა, თვითონ სუსი გვეუბნება, რომ თავისი კავშირების, ძველი და ახალი კავშირების გამოყენებით. რა კავშირები შეიძლება იყოს ეს და რა ინფორმაცია შეიძლება აინტერესებდეს, მოდი შევთანხმდეთ, დასავლურ სპეცსამსახურს, რომელიმე დასავლური ქვეყნის სპეცსამსახურს. რა კი საუბარია ადამიანზე, რომელიც მუშაობს ფინანსთა სამინისტროში და მუშაობდა ქართულ ბანკში, ჯგუფ ქართულში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამ დასავლურ სპეცსამსახურს აინტერესებდა ფინანსური დოკუმენტაცია. რაღაც ფინანსური ინფორმაცია. რა ფინანსური ინფორმაციასთან შეიძლება ქონდა გიორგი უძილაურს წვდომა. კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ მთავარ კითხვას. რა შეიძლება იყოს ყველაზე მეტად სავარაუდო ინფორმაცია, რომელიც გადის A. ქართულ ბანკიდან და B. ფინანსთა სამინისტროდან. მე მაქვს ვერსია და ამ ვერსიას გაგიზიარებ თუ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით გამომეხმაურეთ აუცილებლად სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. მე მგონია, რომ გიორგი უძილაური იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოკლე გზა იმისთვის, დასავლური სპეცსამსახურისთვის, რომ მათ მიეღოთ ინფორმაცია ბორის ივანაშვილის, პირადად ბორის ივანაშვილის, მისი ოჯახის წევრების, მისი უახლოესი გარემოცვის, ბიძაშვილების, დედაშვილების, ნათესავების, მამიდაშვილების, მისი ბიზნეს პარტნიორების, მათ შორის რუსეთში, ჩინეთში და ირანში. და დიდვანი მაღალი რანგის ქუცების ფინანსური ტრანზაქციების შესახებ. მათ ფინანსურ ტრანზაქციებზე, მათი ფულის ბრუნვაზე, მათ ანგარიშებზე, შემოდინება გადინებაზე. არ ვიცი კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაცია ინახება თუ არა ქართულ ბანკში ან ფინანსთა სამინისტროში, არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება რაღაც ინფორმაცია ამის შესახებაც იყოს. მაგრამ იქ დანამდვილებით არის ინფორმაცია ამ ადამიანების ანგარიშებზე, მათ გადარიცხვა-გადმორიცხვებზე, მათ შორის ოფშორებში, მათ შორის რუსეთში, ირანში, კიდევ ერთხელ ჩინეთში, ან რომელიღაც სხვა ქვეყანაში. და დანამდვილებით არის ინფორმაცია იმ უზარმაზარ, მრავალი ასეული მილიონის ღირებულ ქონებაზე, რომელიც ბორის ივანაშვილმა გადაარჩინა დასავლურ სანქციებს და იჩქარა სასტრაფო მიაღებინა ახალი კანონი საქართველოს პარლამენტს, რომ გადასახადები არ გადაეხადა, შემოიტანა მთელი ეს მრავალი ასეული მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის პიკასოს ნახატები საქართველოში, დაადო შეინახა ქართულ ბანკში და შემდეგ ის კანონი ისე წარმატებით გააუქმებინა საქართველოს პარლამენტს, მაგრამ თვითონ ძალიან დიდი გადასახადი არ გადაიხადა, ეს ყველას გვახსოვს. აი ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ინახება ქართულ ბანკში და რა თქმა უნდა, ინახება ფინანსთა სამინისტროში. ამიტომ მგონია, რომ გიორგი უძილაური ან ადამიანი, რომელსაც კავშირები აქვს იქაც და იქაც და მაღალი დონის კავშირები აქვს იქაც და იქაც, უძილაური, გაგახსენებთ, რომ ივანაშვილის პრეზიდენტის როლს ასრულებდა წლების განმავლობაში, ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო და ძალიან სასარგებლო დასავლური სპეცსამსახურისთვის. ხოლო რა შეიძლება დასავლურ სპეცსამსახურს დასჭირდეს ინფორმაცია ივანაშვილის უახლოესი გარემოცვის დიდვანი ქუცების ფინანსური ტრანზაქციების შესახებ, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. პირველი რაც მე და დარწმუნებული ვარ თქვენც მოგდით თავში, ეს არის მზადება შესაძლო სანქციებისთვის. ინფორმაციის მოპოვება იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ბორის ივანაშვილს, მისი ოჯახის წევრებს, მის უახლოეს გარემოცვას, ბიძაშვილებს, დედაშვილებს, მამიდაშვილებს, მის ბიზნეს პარტნიორებს, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს დაუწესდეს ახალი სანქციები. აი, ყველაზე
ყველაზე უფრო ლოგიკური ჩემთვის ამ ინფორმაციაზე დაყნობით, რომელიც აქამდე დღემდე მოგვაწოდა სუსმა, ყველაზე მეტად ლოგიკური დასკვნა არის ეს. თუ მეთანხმებით, ან არ მეთანხმებით კიდევ ერთხელ, აუცილებლად გავამეხმაურეთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური ვერსია. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად გვიყურეთ. მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ და რაც თავარია, გამოგვეხმაურეთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და